მოგესალმებით, განაგრძოთ პოდკასტი ნომერ 9-ის გამოშვებას. მე ნინი დაროჩავა ვარ, ზუგდიდის მე-9 საჯარო სკოლის მოსწავლე. დღეს კი სტუმრებთან ზუგდიდის მე-5 საჯარო სკოლის მოქალაქეობის მასწავლებელთან მაია ღუღუნიშვილთან და ამავე სკოლის მოსწავლესთან ნინი ჩემინავასთან ვისაუბრებ სკოლაში კონფლიქტის საკითხზე. როგორ უმკლავდებით კონფლიქტურ სიტუაციებს კლასში და რა სტრატეგიებს იყენებთ მოსწავლეებთან მუშაობისას? მოგესალმებით, პირველ რიგში იმისთვის რომ კონფლიქტი მართოს მასწავლებელმა სკოლაში, ამისთვის საჭიროა კლასის მართვის სტრატეგიას იცნობდეს. ჩემი პირადი გამოცდილებით გეტყვით იმას, რომ ჩემი მთავარი სტრატეგია არის პირველ რიგში კონფლიქტის არხში გარკვევა. მოსმენა სინამდვილეში ჩემი უფრო ძლიერი იარაღია, იმიტომ რომ ვცდილობ ყველა მხარეს მოусმინო და მხოლოდ შემდეგ ვიმოქმედო ამის შემდეგ. მომხრევარ უმეტესად პოზიტიური წახალისების, აი ეს არის ჩემი მთავარი სტრატეგია. კონკრეტულად კონფლიქტების მოგვარებას რაც შეეხება, პრევენციულ ღონისძიებებთან ერთად ვიყენებ უკვე ძალიან აქტიურად მედიაციას, ხშირად ვარ ხოლმე მედიატორის როლში და ეს ძალიან მეხმარება. თავარი რაც მიმაჩნია მასწავლებლისგან ეს არის რომ აუცილებლად უნდა იყოს შენარჩუნებული, მან უნდა შეინარჩუნოს აუცილებლად სიმშვიდე, ობიექტურობა, უნდა ქონდეს ემპათიის განცდა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება რომ ვისაუბროთ კონფლიქტის გონივრულ მოგვარებაზე. თქვენ ყოფილხართ როდესმე ჩართული სკოლაში კონფლიქტში და როგორ მოაგვარებთ ის? პირველ რიგში მოგესალმებით. როგორც ვიცით, კონფლიქტი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ბუნებრივია მეც ყოფილვარ მსგავს სიტუაციაში. მქონია კლასში გაკვეთილი ცვლილებისას თანაკლასელთან განსხვავებული აზრის გამო კონფლიქტი და ეს კონფლიქტი გაკვეთილის პროცესში ჩაწყდარდა, მაგრამ შემდეგ უკვე დასვენებაზე, როდესაც გადაიზარდა, მასწავლებელი იძულებული გახდა ეთქვა ეს დამრიგებლისთვის და დამრიგებელმა მედიატორის როლი მოირგო, ესე ვთქვათ და განსხვავებული აზრები დაუკავშირეთ ერთმანეთს და ბოლოს დავედით საერთო აზრამდე, რის შემდეგაც მოიყვანა კონფლიქტი. როგორ ვფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია სკოლაში კონფლიქტის მართვის სწავლის პროცესში ჩართვა? ძალიან მნიშვნელოვანია, ამას ცალსახად კი პასუხებთ, რომ კონფლიქტის მართვის უნარების სწავლებაში ჩართვა ერთ-ერთი გადამწყვეტია იმისთვის, რომ მშვიდობაზე დაფუძნებული გარემო იყოს სასწავლო სივრცეში, ეს უმთავრესია. კონკრეტულად ამ შემთხვევაში ჩვენი სკოლის გამოცდილებაზე გეტყვით, რომ ამ მომენტისთვის ჩვენი სკოლა სასკოლო პროექტის ფარგლებში პირდაპირ სწავლებაში ნერგავს კონფლიქტის მართვის სტრატეგიებს. ეს არის როგორც ფორმალური განათლება, ისე არაფორმალური განათლება. ფორმალურ განათლებაში გულისხმობ იმას, რომ კურიკულუმის განვითარება მოხდა პირდაპირ ამ კუთხით, ხოლო არაფორმალურ განათლებაში კლუბურ მუშაობას, როგორც მოგეხსენებათ, სკოლა არ არის მხოლოდ აკადემიური ცოდნის მიღების სივრცე. აქ აუცილებელია, რომ სოციალური უნარებიც იქნეს განვითარებული და კონფლიქტის მართვა ერთ-ერთ ამ უნართაგანია და ამიტომ მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. ისევ ჩვენს პროექტთან დაკავშირებით გეტყვით იმას, რომ ამ პროექტმა რაც ყველაზე მთავარია მოიტანა ის, რომ სასკოლო საზოგადოებაში განსაკუთრებით მოსწავლეებში აამაღლა ცნობიერების დონე თვითონ კონფლიქტის მართვაზე და ეს სამომავლოდ ალბათ გარკვეულ შედეგს გამოიღებს, უფრო ფონს დავინახოთ უკვე რა შედეგზე გავედით. როგორ ვფიქრობთ, რას ისწავლიან მოსწავლეები კონფლიქტის მართვის გამოცდილებიდან და როგორ შეიძლება ამ გამოცდილების სხვებთან გაზიარება? ჩემი აზრით ისწავლიან კონფლიქტის მოგვარების სტრატეგიებს, ეფექტურ კომუნიკაციას და დათმობაზე, კომპრომისზე წასვლას, რომ გამარჯვება არ არის მთავარი, არამედ მთავარია ურთიერთობის შენარჩუნება და პატივისცემა. გაქვთ თუ არა რაიმე კონკრეტული შემთხვევა, როდესაც კონფლიქტის სწორედ მართვამ დადებითი შედეგი გამოიტანა? კონკრეტული შემთხვევა, რა თქმა უნდა, გვაქვს ძალიან ბევრი, განსაკუთრებით იმ სივრცეში, სადაც მოსწავლეები არიან განსხვავებული შეხედულებების, განსხვავებული საჭიროების მოსწავლეები თუნდაც და რა თქმა უნდა, ბევრია ესეთი კონკრეტული შემთხვევა და არ მინდა რომ რომელიმე კონკრეტულ кейსზე ვისაუბრო, უბრალოდ გეტყვით იმას, რომ არ ყოფილა შემთხვევა კონფლიქტური სიტუაციის მოგვარებისას, როდესაც არ გაამართლა ჯანსაღმა კომუნიკაციამ, ლოგიკურმა აზროვნებამ, მედიაციამ, ასეთი შემთხვევა არ ქონია და მომხრევარ იმის, რომ ამ კუთხით უფრო გავაძლიეროთ მუშაობა. ეს პასუხისმგებლობა, რომელიც კონფლიქტის მოგვარებას გულისხმობს, გარკვეულწილად პასუხისმგებლობაც არის უნდა იქნეს ისე წარმოდგენილი, რომ მოსწავლეებმა დაინახონ როგორც გამოწვევა და ახალი შესაძლებლობებისკენ გახსნილი გზა. და ვფიქრობ, რომ ამას გარკვეულწილად ვართმევთ თავს. როგორ ვფიქრობ, რას მააკეთებდა სკოლა და მასწავლებლები იმისთვის, რომ კონფლიქტი თავიდან ავიცილოთ ან დროულად დავარეგულიროთ?
პირველ რიგში მთავარია მოსწავლეებისა და მასწავლებლების ცნობიერების ამაღლება კონფლიქტთან დაკავშირებით, მის მოგვარებასთან და სტრატეგიებთან. და ასევე ჩვენი პროექტი, რასაც წელს ეხება კონფლიქტის მოგვარებას, ტარდება ტრენინგები, ბავშვი უნდა გრძნობს თავს დაცულად, რომ ვინმე რამეს არ ეტყვის ან თავი უხერხულად არ იგრძნოს თავისი აზრის გამოხატვის დროს. შეიძლება მეტი ინფორმაცია გაგვიზიაროთ თქვენი პროექტის შესახებ? კი ბატონო, ჩვენი შიდა სასკოლო პროექტი არის კონფლიქტების მართვის შესახებ, თავარი თემად აქვს აღებული კონფლიქტების მართვა. პროექტის სახელია შენ და ისინი, რაც გულისხმობს სასკოლო საზოგადოების წევრს და მის გარშემო მყოფ საზოგადოებას. ჩვენ ძირითადად პროექტი განვახორციელეთ როგორც გითხარით უკვე როგორც ფორმალურ განათლებაში, ისე არაფორმალური კუთხითაც წავედით, განავითარეთ კლუბური მუშაობა. ძალიან აქტიური იყო მოსწავლეების ჩართულობა კლუბურ მუშაობაში განსაკუთრებით. მათთვის ახალისოც აღმოჩნდა, ვიმუშავეთ მრავალ პროდუქტზე, შევქმნით საინფორმაციო ბუკლეტები, სიტუაციური ანალიზისთვის გვაქვს უკვე კომიქსები გამოშვებული. ეს ეხმარება მოსწავლეებს, რომ უფრო მეტი გაიგონ კონფლიქტის არსის შესახებ, მისი გადაჭრის გზების შესახებ. საერთოდ სხვა კუთხიდან ვცდილობთ, რომ დავანახოთ კონფლიქტი როგორც პრობლემა და მისი გადაჭრის გზები. მინდა რომ თქვა, რომ ფორმალურ განათლებაში ძალიან აქტიურად შევიდა ჩვენთან ეს პროექტი. როგორც მოგახსენეთ, კურიკულუმი ამით განვავითარეთ და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მოსწავლეებისთვის რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ეს არის რომ ჩვენ კომპლექსური დავალებები ამ პროექტის ფარგლებში განვახორციელეთ. ჩართული იყო საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა, ქართული ენისა და ლიტერატურის, მათ შორის სპორტის კათედრაც ჩართული იყო ძალიან აქტიურად. და შესაჯამებლად ახლა უკვე ვემზადებით მოსწავლეთა კონფერენციისთვის, სადაც წარმოდგენილი იქნება პროექტის შედეგები. მადლობა. დღესთვის სულ ეს იყო. მადლობა სტუმრებს საინტერესო დისკურსიისთვის. დაგემშვიდობებით ერთმანეთს ჩემთან გადაცემაში შევხვდებით.